საზოგადოებრივი მოძრაობა ის, რაც გვაერთიანებს, აგრძელებს შეხვედრებს ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მორიგი შეხვედრა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დარბაზში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მოძრაობა ის, რაც გვაერთიანებს, ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნისთვის ამ თარიღის გამორჩეული მნიშვნელობა. ყოველმა ჩვენგანმა უნდა განსაზღვროს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ საიუბილეო წლის ღირსეულად აღნიშვნისათვის. დასახული მიზნის განხორციელებისათვის დაგეგმილია კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებათა სერია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეროვნულ მუზეუმში გამართულ შეხვედრას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, სხვა სასულიერო პირები, მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრები, მეცნიერები, ხელოვანები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეების წარმომადგენლებთან საუბარს იმ თემაზე, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ქართლის მოქცევის, ანუ იგივე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი მომავალი წელი, რომელიც 326 წელს აღინიშნება. აი რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რა როლი უნდა შეასრულოს ამაში ჩვენმა ინტელექტუალურმა ელიტამ, მეცნიერებმა, კულტურის მოღვაწეებმა და სურვილია ესეთი, რომ ამ დღესასწაულის აღნიშვნაში ყოველმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა, ყოველმა ოჯახმა, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე უმცროსი თაობის წარმომადგენლებმა, რადგანაც თავად შინაარსი აი ამ დღესასწაულისა ეს არის საქართველოში ქრისტიანული ერთობის ასე ვთქვათ დაწყება. ანუ ქართლის მოქცევა ნიშნავდა ქართველი ერის გაერთიანებას ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებაში და აი ამ დროიდან დაიწყო ჩვენი ერის სულიერი, კულტურული და სახელმწიფოებრივი თლიანობის აღმავლობა და მიაღწია, როგორც ჩვენ ვიცით, ძალიან დიდ სიმაღლეს ოქროს ხანაში და აი სწორედ ეს არის ჩვენთვის დღეს ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ერთობა და დღესაც, როდესაც რთული ჟამია, როდესაც გლობალიზაციის პირობებში არის ძალიან მრავალი ინფორმაცია, მრავალი მსოფლმხედველობა, რომ ქართველი ერი არ მოწყდეს თავის ფესვებს და რომ მან იგი გააგრძელოს ის გზა, რომელთაც მიდიოდა. აი ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ამ დღესასწაულის აღნიშვნა იყოს საყოველთაო. და აი ამ გზების ძიებას ემსახურება არა მარტო დღევანდელი შეხვედრა, არამედ წინა შეხვედრებიც მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელებს შევხვდით რექტორებს, ჩუბინაშვილში მარტო ჩუბინაშვილის ხელოვნებაცოდნეებს. დღეს არის უფრო წარმოდგენილი კულტურის მოღვაწეებიც ერთდროულად და მეცნიერებიც, სხვადასხვა დარგის, სხვადასხვა ზოგი ხელმძღვანელი დაწესებულების, ზოგი წარმომადგენელი და ამიტომ იმედი გვაქვს, რომ აი ეს შეხვედრები იმ ნაყოფს გამოიღებს, რომ ქართველი ერი გაერთიანდება ამ ზეიმში და ამით დაუბრუნდება ფესვებს, განმტკიცდება თავის ღირებულებებში, თვითყოფადობაში და ერთობაც უფრო მტკიცე იქნება. ძალიან სიმბოლურია, რომ დღევანდელი შეხვედრა ტარდება ეროვნულ მუზეუმში. ეროვნული მუზეუმი არა მარტო იცავს ჩვენ ეროვნულ მემკვიდრეობას, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენ ქრისტიანულ საგანძურს, არამედ ჩვენი მოვალეობაა ეს გადავცეთ ცოდნა ფართო საზოგადოებას და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს მომზადება ფართო საზოგადოების იმისთვის, რომ უფრო მეტად გააცნობიეროს თუ რა დიდი ეროვნული საგანძური გვაქვს და რა დიდი როლი აქვს ქრისტიანობას ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში. ჩემის აზრით თვითონ სახელი რა გვაერთიანებს უკვე პასუხს აი ამ მნიშვნელობას. რომ ქრისტიანობა, რელიგია იყო ერის გამოერთიანებელი. და დღეს ეს ძალიან აქტუალურია,
იმიტომ რომ არის ტენდენცია ერის გახლეჩის, დაპირისპირების, ხო? ეს ის ძალაა, რომელიც ყველას აერთიანებს და მე როგორც ფსიქიატრ, ფსიქოთერაპევტი ვთვლი, რომ ქრისტიანობა არის მატარებელი, რომელიც აი ამ მე წინა იმაზე ვთქვი, ნეგენტროპიული ფუნქცია, ეს ნიშნავს, რომ დაშლის წინააღმდეგ მოქმედებს. სულიერება არის ნეგენტროპიული ფუნქციის მატარებელი, ესე იგი ენტროპიას, დაშლას, ქაოსს ხელს უშლის და აერთიანებს. ამიტომ ეს დაუშვათ აი ამის გახსენება ეს სადღაც ისტორიული მოვლენა კი არ იყო, მაგრამ ქრისტიანობა არის დალექილი ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში, კოლექტიურ არაცნობიერში. პოტენციურად ყველა ადამიანში, უწმუნოში, მოწმუნეში ისდევს. ამის გახსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სექტემბერს ფოლკლორის ცენტრის ორენოვანი წიგნებისა და ელექტრონული ჟურნალის აუდიო ვერსიის წარდგინება გაიმართა. სოფლიო მუსიკა ფილიპ ბოლმანი და ეთნომუსიკოლოგია თიმოთი რაისის ავტორობით. ოქსფორდის გამოცემაა და გვიყვება მსოფლიო მუსიკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა. ასევე წარმოდგენილი იყო ჟურნალ ქართული ფოლკლორის ბოლო ნომრის აუდიო ვერსია. აღნიშნული პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა. ღონისძიება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ნანამ ჟავანაძემ გახსნა. შეხვედრას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები, ანსამბლ თუთარჩელას წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ბოლო პერიოდში გამოსცა ორი ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი, ინგლისურენოვანი ეთნომუსიკოლოგიური ნაშრომის ქართული ვერსია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემაა, რამდენადაც ქართველ როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ ეთნომუსიკოლოგებს შეეძლებათ გაეცნონ ეთნომუსიკოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას საერთაშორისო რანგის ეთნომუსიკოლოგთა ნაშრომებიდან. ამას გარდა დღეს არის ასევე პრეზენტაცია ფოლკლორის ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტისა, რომელსაც ქვია folk კატალოგი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება საქართველოს სხვადასხვა არქივში, როგორც სახელმწიფო, ასევე პირად არქივებში დაცული ფოლკლორული მასალის შესახებ ინფორმაციის მოძიება. ეს ორი გამოცემა ეკუთვნის ოქსფორდის გამომცემლობას და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მკითხველისთვის და უფრო ფართო მკითხველისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ეთნომუსიკოლოგიასთან და მისი კვლევის საგანთან, სოფლიო მუსიკასთან დაკავშირებული მოკლე დაწურული სახელმძღვანელოს ტიპის გამოცემის ქართულენოვანი ვერსიების ხელმისაწვდომობა ჩვენი მკითხველისთვის, მათ შორის, როგორც გითხარით, როგორც ფართო მკითხველისთვის, ასევე სპეციალისტებისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის. რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან პროექტს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ეს არის ონლაინ ორენოვანი ონლაინ ჟურნალი ქართული ფოლკლორი, რომელიც არის მრავალპროფილური, ისევე როგორც თავად ფოლკლორის ცენტრი. ეს არ არის მარტო ცენტრი, რომელიც ეს ემსახურება ან მარტო მუსიკას, ან ქორეოგრაფიას, ის მოიცავს ხალხური შემოქმედების ყველა მიმართულებას. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში 30 სექტემბერს ბათუმში დიდი პიანომენის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზმა უმასპინძლა. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში 29 სექტემბერს კი პიანისტმა თამარ ლიჩელმა ახალგაზრდა პიანისტებთან მასტერკლასები გამართა. კონცერტები გრძელდება და მორიგი საღამო 21 ოქტომბერს ბორჯომში გაიმართება. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში იმართება. აღნიშნული ფესტივალი 2024 წელს დაფუძნდა. ჩვენთვის გამორჩეული იყო ნამდვილად დღევანდელი საღამო.
იმიტომ რომ ეს იყო პირველი კონცერტი, რომელიც გიგი პიანომენმა ჩაატარა ბათუმში, ზოგადად გიგი ძალიან დიდი სიყვარულით სარგებლობს ქართულ მსმენელში და ვიცი რომ ბათუმელი მსმენელი მას განსაკუთრებით ელოდა და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი პროექტის ქართული კლასიკური მუსიკის ფარგლებში შედგა სწორედ მისი პირველი კონცერტი ბათუმში. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია იქიდან გამომდინარე, რომ გულისხმობს ქართულ კომპოზიტორთა ნაწარმოებების პოპულარიზაციას, საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების წარმოჩენას, გაერთიანებას და მოიცავს მთელ საქართველოს. ქონდა საშუალება, რომ აქამდე ორი პიესა დამეკრა ბულვარში ბათუმელებისთვის და მან მივხვდი რამხელა კულტურის მსმენელია და ძალიან შემიყვარდა და ძალიან ველოდებოდი ეს პერიოდი, რომ აი ბათუმში დამეკრა და ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა თითოეული ბათუმელის. ბგერის მიღება ისე მოხდა და ისე წაიღეს, აი როგორც მე ავიღე კლავიშზე, ზუსტად იმ სულით მიიღო და მარ ბედნიერი, რომ აი ეს ერთი სული, რასაც მუსიკა გვაერთიანებს, შედგა და მე, რა ვიცი, 1000 ჯერ და მილიონჯერ ჩემგან ძალიან დიდი მადლობა მათ.